ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა რიგით მე-7 საერთაშორისო კონგრესს საქართველოს პირველად უმასპინძლა. თბილისში რეგიონის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩამოსულები. ექიმები 3 დღის განმავლობაში წაიკითხავენ ლექციებს ინფექციური პათოლოგიების და რთული შემთხვევების შესახებ. კონგრესის მსვლელობისას C ჰეპატიტის მენეჯმენტის საკითხებზეც ისაუბრეს. ღონისძიება 3 დღიანია. ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს და თბილისის ცენტრი ხდება ინფექციურ დაავადებებთან მიმართებაში. ძალიან დიდი ღონისძიება მიმდინარეობს გლობალური ფონდის ორიგინალურ თბილისში ხა დაემატა ეს კონგრესი. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესება, მას შემდეგ რაც დავიწყეთ ჩვენ C ჰეპატიტის ეს უნიკალური პროექტი ძალიან დიდია. ჩვენი რეგიონი ერთნაირად არის, ასე ვთქვათ, ერთნაირად გვაწუხებს ინფექციური დაავადებები, მოგხსენებათ ინფექციური დაავადებების საზღვრები არ აქვს და საზღვრები ვერ აკავებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთგამოწყილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მკვლევარებისათვის, მეცნიერებისათვის, ასევე ჩვენი კოლეგებისათვის, რომლებიც ჩამოსულები არიან ამ კონგრესზე თბილისში.